ქობულეთის მოსახლეობა ციტრუსის სრულ რეალიზაციას და შხამქიმიკატების უხარისხობას აპროტესტებს ადგილობრივები დღეს ქობულეთის მანდარინის მიმღებ საწარმოსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც გლეხები მანდარინში დამატებით 8 თვით მიიღებენ, მალე დასრულდება. რეგიონის მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტი 2000 ტონა არასტანდარტული მანდარინი უკვე ჩაბარებულია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც ქობულეთელი გლეხებისთვის ლიმიტი 1600 ტონით გაიზარდა. ყველა მანდარინს ვასახებთ, რა წელს რა მოხდა, არ ვიცი, ვაფშე კლიენტი არ შემოვიდა არავინ. გაფუჭება გვარჩიე, რომ შემოვიდანა წვენებში შემებარები. გაშაუდა, მოკრეფილი გაშაუდა. ერთი კვირის, ორი კვირის მოკრეფილი უკვე მანდარინი ვეღარ შეინახავ და რა უნდა უყვება. ხომ ვერ გადააყრი. შხამქიმიატები რომ მოვიდა, ის კარგი მანდარინის გაფუჭდა. სულ დავზარალდით. 100 ტონაში ვეღარ გვებულობთ ტონა მანდარინს. ხო და რეალიზაცია მოახვედროთ. ხარისხობრივი მაჩვენებლები დღესაც შეიძლება რომ იყოს ამ წუთასვე დაუშვათ გაკონტროლდეს და ვნახოთ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის მისი ტექნოლოგია და ვერცერთ ლიტერატურაში ვერ ნახავთ. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თუ რამდენჯერ უნდა იქნას შეწამული, ან როგორ უნდა იქნას შეწამული. შეიძლება მოხდეს ისიც, რომ წავახალისოთ გლეხები სტანდარტული შემთხვევაში. მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებითაც, ნახოთ ორშაბათს ან სამშაბათს გვეცოდება ამის შესახებაც პასუხი, მაგრამ რაც შეეხება ფასს და სტანდარტულის ფასს, ამას არეგულირებს ბაზარი და მოთხოვნა და მიწოდება.